საკეთი smartphone-ი ყუთში სტილუსი რომ მოყვებოდეს? Motorola Razr Fold-ზე ვისაუბრებ დღეს და გეტყვით რაღაცებს, რაც საკმაოდ მომეწონა ამ smartphone-ში, მაგალითად ელემენტი აქვს შესანიშნავი, მაგრამ ელემენტზე ცოტა ხანში. Როგორც უკვე ვთქვი, ყუთში მოყვება სტილუსი, რომელსაც ღილაკიც აქვს სხვადასხვა ფუნქციით. თვითონ სტილუსი კი თავისი დამტენი кейსით მოყვება და უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავი აწყობის ხარისხით გამოირჩევა. და აი ამ დამტენი кейსის მაღალი აწყობის ხარისხი ზოგადად მეტყველებს თვითონ ამ smartphone-ის მაღალ აწყობის ხარისხს. ხელში იგრძნობა შესანიშნავად Razr Fold. ეს იმიტომ, რომ გარე ეკრანი Gorilla Glass Ceramic 3-ია, ჩარჩო დაბრუნული მეტალია, ხოლო უკანა პანელი აბრეშუმის ნაწრის შეგრძნებას ტოვებს, თუმცა რამასალა დაუστებით ვერ ვნახე. Kind of violet-ი. ამ smartphone-ში ეკრანი, ჩარჩო და უკანა პანელი ერთად ქმნის ისეთ შეგრძნებას, თითქოს luxury ნივთი გიჭირავს ხელში, შესანიშნავი აწყობაა ნამდვილად. IP49 მტვრისგან და წყლისგან დაცვაც გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა, უნდა მოვარიდოთ მტვერსაც და წყალსაც საკეთის smartphone-ები, მით უმეტეს ტვერს და აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს. Just so you know. გარე ეკრანი 6.6 ინჩიანია და 165 Hz განახლების სიხშირე აქვს. ამ 165 Hz კონკრეტულ თამაშებში და აპლიკაციებში გამოიყენებთ Fold. აი მაგალითად Subway Surfers გადმოვწერე და ამ თამაშზე gaming რეჟიმში მიჩვენე რომ 165 Hz იყენებდა. იგრძნობოდა კიდეც ეს 165 Hz. 6000 ნიტი პიკური სიკაშკაშე, ჩოკი და 1 მილიარდი ფერი, ანუ 10 ბიტიანი პანელია, როგორც Motorola გვეუბნება. როცა ძალიან მაგარი. აი შიდა ეკრანი კი 8.1 ინჩიანია და ჩემი დაკვირვებით თითქმის კვადრატის ფორმისაა. 120 Hz განახლების სიხშირე გვაქვს აქ, ასევე 1 მილიარდი ფერით და 6200 ნიტი პიკური სიკაშკაშით. რაც, რავი, ძალიან დიდი რიცხვია და აღარ ვიცი, სად მიდიან ამ რიცხვებით, ძალიან კონკრეტულ სიტუაციებში გამოიყენება ალბათ ეს 6000 ნიტი და 6200 ნიტი. ყოველდღიურობაში ალბათ ვერ შეამჩნევთ. ეს ეკრანი რა თქმა უნდა შუშა არ არის და MOS-ის სკალაზე მეოთხე დონეზე იკაწრება. ანუ ფრჩხილი ვერ გაკაწრავს და კიდევ ბევრი რამეც, მაგრამ ზოგადად ნებისმიერი Fold smartphone-ი ჯიბეში გასაგებებთან და ხურდებთან ერთად არ ჩადოთ. ნამდვილად შესანიშნავი ფერები აქვს ამ smartphone-ს, გარე ეკრანი ბრტყელი არ არის თან და ცოტათი გვერდებზე გადადის, რაც ხელში კიდევ უფრო კარგად თავსდება. მოკლედ კმაყოფილი ვარ ძალიან. მით უმეტეს კმაყოფილი ვარ იმით, რომ multitasking-ისთვის არის შესანიშნავი smartphone-ი ეს Razr Fold. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ სტილუსიც მოყვება ყუთში, 3 აპლიკაციის ერთდროულად გამოყენება შეგვიძლია და ასეთი პროდუქტიულობისას ხელსაც არ გძლის თავისი მრგვალი ფორმების გამო. გაშლილ მდგომარეობაში 4.6 მმ-ის სისქისაა, რაც არის ძალიან თხელი. თქმის Type-C სისქისაა პირდაპირ. აი დაკეცილ მდგომარეობაშია საკმაოდ სქელი, 9.9 მმ, თან ამას დამატებული კამერის მოდული აქვს კორპუსთან ძალიან გამოწვეული. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს კამერის ჭრილი ხელში არ იგრძნობა მისი დიზაინიდან გამომდინარე, ერგონომიულია საკმაოდ. ოკეი, შესანიშნავი smartphone-ია და ელემენტიც მშვენიერი აქვს. ასეთ თხელ კორპუსში ჩაატიეს 6000 mAh-იანი ელემენტი, თანაც შეუძლია დაიტანოს 80 ვატით, თუმცა ყუთში ადაპტერი არ გვაქვს, მხოლოდ კაბელი მოყვება ამ მხრივ. პირადად ჩემს გამოყენებაში 29% დააკლდა და 59-დან 30-ზე ჩამოვიდა 1 საათისა და 40 წუთის თამაშის მერე. რა თქმა უნდა, დიდ ეკრანზე ვითამაშე და შესანიშნავი შედეგია, მე თუ მკითხავთ. ანუ Mobile Legends-ი ვითამაშე და FPS-იც არ დააგდო. ჩიპსეტის Snapdragon 8Gen 5 გვაქვს, რომელიც შესანიშნავად უმკოლდება ნებისმიერ დავალებას, თამაშისას არანაირი პრობლემა არ მქონია გაცხელების მხრივაც, რადგან თხევადი გაგრილების სისტემა აქვს და ამ სიცხესაც აკრობს მარტივად. ხმა Bose-ის მიერ არის დაყენებული და გვაქვს სტერეო სპიკერები, რომლებიც საკმაოდ ხმამაღალია და თან ნამდვილად კარგი ხმის ხარისხიც აქვს. Zoomer-ში ამ smartphone-ის 512 GB-იანი ვერსიაში შეხვდებით 16 GB RAM-ით. ეს შიდა მეხსიერება UFS 4.1-ია და გამორჩა 50 ვატიანი უკაბელო დავუხტოთ შეგვიძლია, 5 ვატიანი უკაბელო უკუდამხტვაც, ასევე თითი სანაპიროს სკანერი აქვს ჩართვის ღილაკზე, რომელიც საკმაოდ სწრაფია და კარგად მუშაობს. Motorola Razr Fold-ის კამერები არის ჩემ დაგასაკვირად საკმაოდ კარგი. სამივე უკანა კამერა არის 50 მეგაპიქსელიანი, გარე ეკრანის selfies კამერა 20, ხოლო შიდა ეკრანის 32 მეგაპიქსელი. ზოგადად Fold და Flip smartphone-ებში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მთავარი კამერის გამოყენება შეგვიძლია selfies კამერა და ასეთ smartphone-ებში უაზრობა მგონია selfies კამერის გამოყენება. ხო და არ გამომიყენებია selfies კამერები. სამივე უკანა კამერა არის საკმაოდ კარგი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ არც თუ ისე დიდი ადგილი აქვს კამერებს. მიუხედავად იმისა, რომ კამერის მოდული ძალიანაა გამოწვეული კორპუსიდან. დეტალიზაციაც კარგია, ფერებიც კარგი. თვითონ Motorola-ს თუ დავუჯერებთ, მათი თქმით ეს არის საუკეთესო კამერა საკეთ smartphone-ებში, რაც სიმართლედ შეიძლება იყოს. აზრს მოკლებული არ მგონია ყოველ შემთხვევაში ეს განცხადება. 8K და 4K ვიდეო გადაღება Dolby Vision-ის მხარდაჭერით, 10 ბიტიანი HDR10+ ვიდეო გადაღებაც გვაქვს და selfies კამერთან შეგვიძლია 4K ვიდეო გადაღება. თავად ტელეფოტო კამერებზე ასევე არის ოპტიკური სტაბილიზაციაც. მოკლედ, ბრავო და შოკი. Motorola Razr Fold-ი ჩემთვის არის უმაღლესი აწყობის ხარისხის მქონე საკეთი smartphone-ი, კარგი კამერებით, უკეთესი წარმოდგენით და შესანიშნავი ეკრანებით. Zoomer-ის საიტზე უკვე შეგიძლიათ ნახოთ ეს smartphone-ი, ლინკი აღწერაში დაგხვდებათ ქვემოთ. გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ ახალი ვიდეოები. მე კი შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.